სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 2024 წლის 18 თებერვალს და ჩვენ 80-ე ბოლო ნაწილს უკვე დავამთავრებთ და 1100 კითხვაზე თუ მეტი შეიძლება კიდე უკვე გაცემულია პასუხი. შეგიძლიათ მოიძიოთ ისინი YouTube-ის არხზე. უფრო ადვილია მოძებნა პლეილისტის მეშვეობით, სადაც არის ცალკე გამოყოფილი ქადაგებების და ცალკე ბიბლიური კითხვა-პასუხების. შეგიძლიათ ჩაწეროთ საძებარში კითხვა ან გასაღების სიტყვა და მოგიგიდოთ მასალებს ბევრს. რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლიის შესწავლა სახლში ეკლესიის ქადაგების მოსვენის შემდეგ? დანიელ აკოსტას ვავს. სამაღამოშვიდობისა პასტორ ჯონ, მე დანიელ აკოსტა ვარ. მადლობას გიხდით თქვენ და პატრიციას ერთგული მსახურებისათვის ჩვენი ეკლესიისადმი. ჩემი კითხვა ეხება ბიბლიის საშინაო შესწავლას სახლში. შეგიძლიათ თქვათ, რამდენად ფუნდამენტური იყო ბიბლიის საშინაო შესწავლა ისტორიული ეკლესიისათვის და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ის გრეისის ჩვენი ეკლესიისა და მთლიანად კაცობრიობაში ეკლესიისთვის მომავალში. ბიბლია რომ სახლში შევისწავლოთ კიდევ დამატებით. და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, ბიბლიის შესწავლა ის კრიტიკულია. ნებისმიერი ფორმატით, ნებისმიერი კურთხევა, ნებისმიერი ფორმატით ეს ჯგუფური იქნება, სახლში ოჯახთან ერთად იქნება, ეს დიდი კურთხევაა. და ამის ილუსტრაცია ჩვენ გვაქვს უკვე მოციქულთა საქმეების წიგნში, სადაც უკვე იბადება ეკლესია. და გახსოვს რას აკეთებენ ისინი, რომ ისინი ერთად იკრიბებიან ზიარებასა და ლოცვისთვის. რათა შეესწავლათ მოციქულთა დოქტრინა. ის წერილები, რომლებიც უკვე გაგზავნილია და დარიგებულია და ამას აკეთებდნენ ისინი რეგულარულად. ისინი დადიოდნენ სახლიდან სახლში, ასევე ტაძარში იკრიბებოდნენ, რომ მაშინ არ იყო ოფიციალური რაღაცა შენობა, სახლი ეკლესიისათვის გამოყოფილი და უბრალოდ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს ერგებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ პრიორიტეტი იყო ბიბლიის შესწავლა. რა თქმა უნდა, ძველი აღთქმის წერილებისაც, რომელიც ჩვენ წინა იმაზე განვიხილეთ და ასევე იონეს სახარებაში არის მოტანილი სამ მუხლი, რომელსაც მე ვიზიარებდი, რომ მოსე ჩემზე წერდაო, ყველაფერი ჩემზეა დაწერილი. მეხუთე თავი იყო ხო, მე მგონი მოსესი, ასევე ნათანიელი იხსენებს, როცა იესოს შეხვდება, რომ ჩვენ ვიპოვნეთ ის, რომელზეც მოსე წერდაო, ასე რომ მთლიანად ეს ძველი წერილები უფრო დიდ მნიშვნელობას იძენენ ქრისტეს აღდგომისა და ქრისტეს განკაცების შემდეგ. და ეკლესიის ადრეულ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ისინი იკრებოდნენ ნებისმიერ ადგილზე, სადაც შეეძლოთ შეკრება. ასევე იკრებებოდა ეკლესია, იცით, ტაძარში. ეს იყო ის ადგილი, სადაც ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს. როდესაც ეკლესიამ ზრდა დაიწყო და განვითარდა, გახსოვთ სულმოფენობის დროს ერთ დღეში 3000 ადამიანი მოიქცა. ბუნებრივია ესენი სახლში ვერ შეიკრიბებოდნენ, ხო? სადღაც ერთი ადგილი, დიდი ადგილი ჭირდებოდათ მათ. და ეს იყო ტაძარი. მაგრამ ეს ტაძარი მთლიანად მათი არ იყო, ხო, კუთვნილი. ამიტომაც გზადაგზა უკვე ისტორიულად იწყება უკვე ამის მნიშვნელობა, რომ ყოფილიყო შენობა გარკვეული გამოყოფილი ადამიანების შესაკრებად. მე მაგალითად პირადად არ მაქვს პრობლემა არანაირ ფორმასთან ბიბლიის შესწავლისას, ხო? როდესაც ბიბლიის შესწავლაზეა ლაპარაკი და ეს ძალიან პრიორიტეტულია. პრიორიტეტულია ჯგუფებში ბიბლიის შესწავლა, ოჯახებში როცა იკრიბებით თქვენ ქადაგების შემდეგ, ასევე საოჯახო სიტუაციაში შესწავლა შვილებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. და ნებისმიერი სხვა ფორმა, რომ ღვთის სიტყვა ახლოს იქნას გაცნობილი ნებისმიერი ქრისტიანის მიერ და შესწავლილი. გარდა იმისა, რასაც თქვენ ისმენთ აქ, როცა პასტორი ამზადებს ამ მასალებს. კარგით, მადლობა მოსვენისათვის. ასე რომ ფორმატს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.